მიუხედავად იმისა, რომ ყველა დაზარალებული, რომელიც უკვე გამოკითხა საგამოძიებო უწყებამ, ესენი არიან მსხვილი მოვაჭრეები, რომლებიც თვეების განმავლობაში რეკეტის მსხვერპლები არიან, მათთვის უცნობი პირების მხრიდან ბუნებრივია კამერებთან თავს იკავებენ საუბრისგან, ვინაიდან მათ ეშინიათ ისინი ტერორში. ახლაც ამ წუთებშიც იმყოფებიან, ვინაიდან როგორც პირად საუბრებში ყვებიან, სხვადასხვა დროს ურეკავენ უცხო ნომრიდან, სავარაუდოდ უცხოეთიდან მათთვის უცნობი პირები და ეუბნებიან რომ თუ ეგრეთ წოდებულ ქურდულ საერთოში გარკვეულ თანხას არ შეწირავენ, მათ მოკლავენ ან მოუკლავენ ოჯახის წევრებს. ეს არის მუქარა, რომელიც ხორციელდება აქ ლილოს ბაზრობის ყველა მსხვილ მოვაჭრესთან. ადამიანებმა უკვე ითანამშრომლეს გამოძიებასთან და ახლა ელოდებიან საგამოძიებო უწყებისგან იმ შუამავალი პირების დაკავებას და მთავარ პირებზე გასვლას, რომლებიც ცდილობენ რომ მათ ბიზნეს საქმიანობაში ხელი შეუშალონ და მათ ემუქრებიან სიცოცხლის მოსპობით. ნაწილი მათგანი ჩვენთან არ მალავს და ყვება ამ ყველაფერზე, მაგალითად ჩვენ ჩავწერეთ ერთ-ერთი მოვაჭრე, რომელსაც რამდენიმე კვირის წინ საცხოვრებელ სახლთან შეშინების მიზნით მოლოტოვის კოქტეილი აუფეთქეს. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ ის დანაპირებს არ შეასრულებს, არ მიიტანს, არ გადარიცხავს გარკვეულ თანხას მითითებულ ანგარიშზე, რომელსაც უცხო ნომრებიდან წერენ უცნობი პირები, ამ შემთხვევაში უკვე მას ლიკვიდაციით ემუქრებიან. ადამიანი ბიზნეს მოვაჭრე ლილოს ბაზრობაზე ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ მას არაფრის ეშინა. მან პირდაპირ უთხრა მასთან დაკავშირებულ პირებს, რომლებიც მას დაუკავშირდნენ, რომ თანხას ვერ გადარიცხავდა, ვინაიდან ეს უკანასკნელი მას არ ჰქონდა და მან ამ ყველაფრის შესახებ სამართალდამცველებს განუცხადა. პირი, რომელმაც მოლოტოვის კოქტეილი აუფეთქა, პოლიციამ უკვე დააკავა, თუმცა ის ბიზნეს მოვაჭრის ინფორმაციით არ თანამშრომლობს გამოძიებასთან და არასახელებს ვინ დაუკვეთა ბიზნეს მოვაჭრის შეშინება. ასეთია ინფორმაცია, რომელსაც აქ გაცემენ ლილოს ტერიტორიაზე, როგორც გითხარით, ნაწილი ბუნებრივია დუმილს ამჯობინებს, ვინაიდან ბიზნეს მოვაჭრეები ახლაც ამ წუთებშიც არიან ტერორის მსხვერპლები და ერთადერთი მათ ახლა გამოძიების იმედი აქვს, რომ გამოძიება გავიდეს იმ პირების კვალზე, რომლებიც ეგრეთ წოდებულ კანონიერ ქურდებს, კრიმინალურ ავტორიტეტებს ეხმარებიან ბიზნეს რეკეტში. ეგეთ რაღაცაზე დაგვირეკესო, მაგრამ ფული რამე არაფერი არ მიმეცა. დიახ, მე ვარ ერთ-ერთი მსხვერპლი მაგ მუქარის. სადღაც ერთი თვის წინ დამირეკეს ნოემბერში და გარკვეული თანხა მომთხოვეს. გადმოგვირიცხე თორე კარგი არაფერი მოხდებაო. არავისი და არაფრის მეშინია. მაშინვე ვუთხარი რომ არ ვაპირებდი არაფრის მიცემას. რა მაქვს რომ მივცე? ამ საუბრიდან რამდენიმე დღეში სახლის კართან რაღაც ნივთიერება ამიფეთქეს. მაშინვე პოლიციაში დავრეკე და დაიჭირეს ვიღაც შემსრულებელი. თავარ პირებზე ვერ გადიან. არა და პოლიციამ ყველაფერი კარგად იცის. პოლიცია ფაიმალ. რეალურად რაღაცებს უთხოვენ და აშანტაჟებენ, მაგის ინფორმაცია მაქვს. ესე ძალიან ხშირად და ესე ადრე არ იყო ხოლმე რა, დიდად, მაგრამ ეხლა ძალიან გახშირდა ფაქტია, რომ ადამიანი მოკლეს ხალხის წინაშე. ყველას აკეთებენ აბსოლუტურად ბაზრობაში ვიცასა. ყველას არეკეტებენ? და ხალხი რატო არ ლაპარაკობს? მაშინაც. ვინ არიან ის ადამიანები? აქაურები არიან, ხო ისევ თვითონ ალბათ? რაც კაი. ანუ ურეკავენ, როგორ მიდიან? ურეკავენ, არ ჩდებიან ანუ. ანუ რომელსაც ესე ურეკავდნენ, არ იცოდა ვინ იყო და უარი რო უთხრა ამის მერე ესე უბრალოდ მოკლეს. ერთ-ერთი იყო ამ ბაზრობაში ყველაზე გაიბირეულა. ყველა ვისაც გაჭრილი მაგაში იყო და ესე რატო გაიმეტეს მაინც და მაინც ეგ ადამიანი? ალბათ რო არ მიიტანა, დანარჩენებს მიაქვს სავარაუდოდ. სოდვას არაფერი არ ქონდა, უბრალოდ რა ქონდა? ოდნავ საშუალება ქონდა ოდნავ ესეც. შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურა ამ საქმეს უკვე რამდენიმე თვეა იძიებს. საგამოძიებო უწყება ეგრეთ წოდებული კრიმინალური ავტორიტეტების ბიზნეს რეკეტში მხილებული კრიმინალური ავტორიტეტების კვალზე ლილოში მომხდარი მკვლელობის შემდეგ გავიდა, მას შემდეგ რაც გაირკვა, რომ პირი ერთ-ერთი კრიმინალური ავტორიტეტის დაკვეთის შემდეგ ეგრეთ წოდებულ კილერმა მოკლა იმის გამო, რომ ბიზნესმენმა ეგრეთ წოდებულ ქურდულ საერთოში გარკვეული თანხა არ შეიტანა, ამის შემდეგ მასზე უკვე შური
შეიძიეს და 100-მდე თვითმხრივლის თანდასწრებით ის ლილოს ტერიტორიაზე გამოასალმეს სიცოცხლეს. ამის შემდეგ გამოძიება ცდილობს გავიდეს მთავარ ეგრეთ წოდებულ კრიმინალურ ავტორიტეტების კვალზე იმ შუამავლებზე, რომლებიც საქართველოში ცდილობენ დაეხმარონ კრიმინალურ ავტორიტეტებს და ესენი არიან ის ადამიანები, რომლებიც ბიზნეს რეკეტში მონაწილეობენ, უკავშირდებიან მსხვილ ბიზნესმენებს, ლილოს მოვაჭრეებს, რომ თანხები შეწირონ სპეციალურად მითითებულ ანგარიშებზე. ჯერჯერობით საგამოძიებო უწყებას 4 პირის გარდა პასუხისგებაში არავინ ყავს მიცემული. ამ 4 პირს შორის არის ეგრეთ წოდებული კრიმინალური ავტორიტეტი, რომელიც საზღვარგარეთ იმყოფება, ის ასევე იძებნება წითელი ცირკულარით მას დაუსწრებლად ბრალი უკვე წარუდგინა პროკურატურამ.